დიახ. დიახ, კაცი გამოძახებით გისმენთ? დიახ, სწორად რეკავთ. ბატონო? გამოიძახეთ და არ მოვიდა? ნუ ინერვილოთ, ხალბატონო, ყველაფერს გამოვასწრებთ, აუცილებლად, დიახ. არ ინერვილოთ, დიახ, კარგად ზანოვადეთ. ბატონო? არა, ახლა შეგიძლიათ ჩაიცოთ. დიახ. დროებით. მეძახთით ბატონო დიმა. გეძახთი, ბაჭო. გისმენთ? მოდი პირდაპირ გეტყვი რა. კლიენტები ძალიან უკმაყოფილო არიან შენი მომსახურებით. არ დაგიმედო, მეც უკმაყოფილო ვარ. რატომ? რა რატომ კაცო? სად ვიყავი გუშინ წინ საღამოს? გუშინ. გუშინ არა. გუშინ წინ. წინ? წინ. კლიენტთან ვიყავი გამოძახე. კლიენტთან ვიყავ, ხო? მერე? რომ შედიხარ სახლში, არ უნდა იკითხო რომელია კლიენტი? არა იყო რომ დაეძგერი ამ დღმურებს. ბატონო დიმა გეტყვით მან რა მოხდა. რო შევედი ოჯახში ხო შევედი. ხო და ისე იდგნენ ესენი. ისე იდგნენ რომ ვიფიქრე რომ კლიენტები არიან. ნუ როცა შეუდექი ახლა ჩემს საქმეს მე აღმოჩნდა რომ თურმე სარეზს ფენდნენ. ხო, ესეც მე შევამჩნიე ცოტა მოგვიანებით, როცა ერთიდან მეორეზე გადავდიოდი. მე შემოვიდა თვითონ ის კლიენტი. ხო და აბა რა მექნა ახლა უკვე მეც ხო ისა რა ქვია, მანქანა არა ვარ არა. ის კიდე დამრჩა ესე უპატივცემული. კარგი, გუშინ წინ და გუშინ? წინ არა? არა, გუშინ. გუშინაც კლიენტთან ვიყავი გამოძახე. თელი დღე? გეტყვით მანდაც რა მოხდა. კლიენტთან ახლა რო ვიყავი კლიენტთან ვუსრულებდი. ჩემს მოვალეობას. ხო. შემოგვიწრო მეზობლის ქალმა. ხო, შემოგვიწრო და კითხა ჩემზე ეს ვინ არისო? ნუ ახლა იმან კლიენტმა რაც მოიფიქრა უცებ უთხრა რომ ხელოსანიაო. მე ხო იცით როგორ ხდება ხოლმე. ამ ქალმა მითხრა რომ წამოდიო ჩემთან სამზარეულოში, იქნებ ჩემი სიფონიც ნახო. გავედი. ნახე იმის სიფონიც. ხო და აი დაგლეჯილი მაქვს სულ ხელი. შენი მიზეზი არ გელევა ბაჭო რა. ბაჭო, გახსოვდეს, შენ ხარ კაცი გამოძახებით. კლიენტი შენ გიყურებს როგორც უკანასკნელ იმედს. და შენ როგორ იქცევი? აი ამ წუთას დამერეკა მარინამ, ჩემმა მუდმივმა კლიენტმა. თურმე გამოგიძახა და შენი ხარ მიბრძანდი. არ მივალ მე. რატო არ მიხარ გამოგებინე? იმიტომ არ მივალ რომ როცა ვიხდი ტანზე, იმის შვილები გამორბიან და დამცინენ, მაგ ლაწირაკების დასაცინე. არ მივალ. კარგი. ციცორსთან რატომ არ წახვედი? ვისთან? ციცორსთან რატომ არ წახვედი? ჩემი ნათესავია და მე მაგას ფულს ვერ გამოვართ. რა ვიცი, ჩემს ნათესავებთან კარგად გარბიხარ? ეგრე თუა, მაშინ მეც მაქვს ჩემი მოთხოვნები. რა მოთხოვნებია? რატო ქრივ ქალებთან აღარ მივალ მე? რატომ? რატომ ბაჭო გამოგებინე? რატო და როცა ვუსრულებ, ნუ ისა. ჩემს მოვალეობას როცა ვასრულებ, დაიწყებენ ხოლმე რომ კიდევ კარგი ვაჟა ამას ვერ ხედავს, ნუ გზარი ამას არ იკადრებდა. მეცა მაქვს ჩემი პრინციპები და თავმოყარეობა, კაცო. კარგი, ყველაფერს თავიდამნებოთ. აი მითხარ ერთი რა. ერთი კვირაა რეკავს ერთი ვიღაც ქალბატონი ნათელა. თურმე გიბარებს, შენ კიდე არ მიდიხარ და არ მიდიხარ. ამ დილით დამადგა ოფისში. გადარეული იყო ქალი. მე რა მოხდა? მოხდა ახლა ერთი ორი კვირა იქ აღარ დარეკავს. მაგრამ ყოველთვის მე ვერ გიშველი ბაჭო. რა ვქნა ბატონო დიმა, რა ვქნა, მითხარით. რა შემიძლია ვაკეთებ ხოლმე. რაღაც სიახლე გჭირდება ბაჭო რა, რაღაცა აი დავიფიქრე, იცი? სტრიპტიზი უნდა იცეკვო ხოლმე შენ. არა, არ გამოდის ეგ. რატო არ გამოდის? ერთი-ორჯერ ვცადე, მაგრამ ესეთი ეფექტი არ ქონდა. რატო კაცო? რატო და გეტყვით? აი ჩვენი სამსახურის ტრუსები რაც გვაქვს. კორპორატიული. ხო. ეგ. კი კარგად ბზინავს. კი. მაგრამ პატარა.
ხო და რო ვცეკვავ, ხო? რო ვცეკვავ. ფაქტიურად ჩანს ყველაფერი. აი ბოლოს აი ბოლო დასკვნით ეტაპზე, როცა უკვე გახდის ის რო არის, ისეთი ეფექტი აღარ აქვს. არ ვიცი, აი რაღაცა იცი, აი გაორმაგებული ენერგიით უნდა ვიმუშაოთ. ხო ხტები ახლა ზაფხულია უკვე, სოშულის წაყვანა მინდა ევროპაში რაღაცა. შენი იმედი მაქვს მე ბაჭო. კი, მე ახლა შევუდგები მუშაობას, ეგ არ არის. მე ახლა შევუდგები საქმეს. ისა არ დაგავიწყდეს დღეს საღამოს გაქვს რაიონში გამოძახება. ბატონო დიმა. ძალიან გთხოვთ რა. ოღონდ რაიონში ნუ გამიშვებ და სადაც გინდა იქ წავალ რა. რა ჯობია ბიჭო რაიონში. რატო და აღარ შემიძლია ბარტერული გადახდებით კაცო. მატანე ამ 3 კილო ფქვილი, ცალკე ჭადის, ცალკე პურის ფქვილს. მერე 2 წველა ყველი. ბიჭო ეს 3 ფთა ქათამი დაკლან მაინც კაცო ეს ქათამი. და ის? რა? ის? ხო. ლუდი ნატახტარიო. და კიდე რა ვიცი რაღაცებს ეს. უგაცავთ. დიახ. კაცი გამოძახებით გისმენთ? დიახ. რას თუ ვაკეთებთ? საიდან საათ? იცით ხალხო რომ მაგას ერთი კაცი არ იყოფა და ჯგუფს გამოუშვებთ. 2 კაციანს. 15 წუთში მანდ-ვიქნებით. დიახ, დროებით. გილოცავ ბაჭო არ მიდიხარ რაიონში? ძალიან კარგი. სამაგიეროდ მე და შენ მივდივართ ახალ სპეც გამოძახებაზე. და რა ვიმან რაო საიდან სად რა არის? წამოდი გზაში აგიხსნე ყველაფერს. ესა შენ სიმაღლის ხوار გეშინია? სიმაღლე? უი არა. ძალიან კარგი.